ქართულ-უკრაინული ბიზნეს ფორუმი თბილისში 50-მდე უკრაინული კომპანიის წარმომადგენლები საქართველოს საინვესტიციო გარემოს გასაცნობად ესტუმრენ. ვიზიტი ფორუმი დაიწყო, რომელიც დღეს დილით პრემიერ-მინისტრმა გახსნა. ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქართულ ბიზნესში არსებულ მდგომარეობასა და ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საბანკო საფინანსო სფერო, უძრავი ქონება, სოფლის მეურნეობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა ეს ბიზნესმენთა ინტერესის სფეროებია. კომპლექსური გადასახადი არის ძალიან დაბალი. დანარჩენი პირობები თქვენ საქართველოს კარგად იცნობთ, ის რომ ევროპისა და აზიის გზაგასაღებზეა, აბრეშუმის გზაზეა საქართველო. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ქვეყანაა კლიმატური პირობები თუ სხვა პირობები და კომპლექსურად გარწმუნებთ, რომ საქართველო იქნება თუ ყველაზე არა ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ქვეყანა ინვესტირებისათვის. დღეს ისინი გაეცნობიან ჩვენს ბიზნეს შესაძლებლობებს, მათ შორის გაეცნობიან საქართველოს საგადასახადო და საბაჟო სისტემას, გაეცნობიან საბიუჯეტო სისტემას და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათგან ძალიან ბევრი მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოში განახორციელოს ინვესტიციები. ინდუსტრიულ ზონაში უკვე აქტიურად მუშაობს რამოდენიმე კომპანია უკრაინული, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა საინვესტიციო პროექტს და სავაჭრო ოპერაციებს, ასე ვთქვათ. და შესაბამისად ჩვენ ვთვლით, რომ ასეთ ფორუმებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა იქნება მომავალშიც, რომ უკვე კონკრეტულ დონეზე გავაფორმოთ ბიზნეს თანამშრომლობები უკრაინელ კოლეგებთან.